მეგობრებო, მომინდა ხა ესეთი გაშლა უცებ მომადგა ეს თემატიკა, ვინ მოდის თქვენ ცხოვრებაში გავიგოთ. ვინ მოდის, რითი მოდის. პირველ რიგში, იმისთვის რომ მიხდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, ესე იგი, გავიგოთ რა ენერგიებში ხართ თქვენ, რას გრძნობთ, რას რეზონირებთ, ვინ ხართ საერთოდ. იმისთვის რომ გაიგოთ რამდენად თქვენია ეს ადამიანი. დავფარო მოღიაღებული ძალიან სამყაროა, სამყარო ეს არის 21 მაღალი არკანი, რომელიც პრინციპში ასრულებს მაღალ არკანებს და ბოლოა. სამყარო არის ხოლმე ხშირად ინტერნეტის კარტი, სოციუმის კარტი, ასე ვიტყოდი, ეს არის კარტი, სადაც გლობალურად ძალიან ბევრი ხალხი იყრის თავს, ეს არის საკონცერტო დარბაზი ან რაღაცა ფილარმონია ან ქუჩის ადგილი მაგალითად, ეს არის გაცილებით ბევრი გლობალურად თავშეყრის ადგილი ხალხის, მასობრივი ასე ვთქვათ, სხვადასხვა ერების, სხვადასხვა ტრადიციების, სხვადასხვა ქვეყნების რაღაცა დიდი ალბათობით ძალიან დიდი წილი ამ გაშლის მაყურებელი ხართ. ისინი, ვინც სოციალურ ქსელში ძალიან ბევრ დროს ატარებთ, მუშაობთ, ასე ვთქვათ, ინტერნეტში რაღაცნაირი, არ ვიცი, კომპიუტერთან დასაჯდომი მომენტი გაქვთ და ხშირად გიწევთ, ასე ვთქვათ, ჯდომა კომპიუტერულ სავარძელზე თუ პირდაპირ ტელეფონიდან მუშაობთ, თქვენი გაქვთ. ასევე იქნება ისეთი ადამიანები, ვისაც აქვს თავისი ბლოგები, რაღაცა მიმდინარეობებით, სადაც ხალხს რაღაცებს, არ ვიცი, რეკლამას უკეთებთ, რაღაცებს რაღაცას აფიშირებთ, მოკლედ, მოდი ესე ვიტყოდი, სოციალურ ქსელში ბევრი რო არ ჩამოვთვალო და ბევრი არ ვიმკითხავთ, მოდი ესე ვთქვათ, ამ თემასთან დაკავშირებით, ინტერნეტთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ. რაღაცა ბლოგები მიყავთ, ვლოგები მიყავთ, რაღაცას რეკლამირებთ, ხალხთან უშუალოდ აი ესე დიდ დისტანციებზე გაქვთ მჭიდრო, ასე ვიტყოდი, კავშირი. შეიძლება წარმომადგენელი იყოთ სასწორის ნიშნის, ვინაიდან იუსტიცია ამოდის მაღალი არკანი, ეს არის საერთოდ სამართალდამცავი ორგანოების ადვოკატურა, მოსამართლეობა, სამართლის მქონე დამცოდნე, ასე ვთქვათ, ადამიანების კარტი, შესაძლებელია ბლოგი მიყავთ სამართალმცოდნეობაზე ან კანონებზე, რაღაცებზე, ასეც არ არის გამორიცხული, ასევე შესაძლებელია უბრალოდ თქვენ ჰოროსკოპს მიჩვენებდეს, ვინაიდან ბალანსში ამბობთ, ძალიან კარგი დიპლომატები არიან, როგორც წესი, სასწორის ნიშნები და შეიძლება ამას გვიჩვენებდეს ამჯერად კარტი. რაღაცა გასაღებებს მორგებას ცდილობთ დიპლომატიურად იმ თემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. ასეც იქნება რაღაც ნაწილისთვის შესაძლებელია უბრალოდ აჩვენებდეს თქვენ დიპლომატიურ პიროვნებას, რომელსაც კონფლიქტები არ უყვარს, მაქსიმალურად ცდილობს ყველა გასაღები, ყველა პიროვნებას სათავისოდ მოურგოს, დიპლომატიის გზით, ძალიან გაწონასწორებული, ძალიან ემოციურად დაბალანსებული, მშვიდი და ესეთი არააფექტური პიროვნება პრინციპში. და მაგი ძალიან კარგი манипуляციის უნარიც გაქვთ ამავდროულად ადამიანებზე, დაუყвавოთ ენით, ასე ვთქვათ, მოურგოთ ის გასაღები, რომელიც თქვენ გაწყობთ, შეიძლება არ ერგებოდეს, მაგრამ იმდენად კარგი ენა და ტკბილად მოუბარი საუბარი გაქვთ, ასე ვიტყოდი, რომ შეგიძლიათ ადამიანს დაუყвавოთ და თქვენ ჭკუაზე манипуляციური პატარა რეჟიმით გადმოიყვანოთ თქვენ სასურველ მდგომარეობაში, სადაც უკვე იმ გასაღებს ძალიან უფრო იოლად მოურგებთ და ასე ვთქვათ, დახმარების ხელსაც გაუწვით იმ პიროვნებას რაღაც მომენტში, თუ საჭიროა, თქვენთვისაც გამოიყენებთ, ასე ვთქვათ, ამ ადამიანის დახმარებას. манипуляციური ტიპაჟია მაგი ერთგვარად, ხელეწიფება ადამიანის ფსიქოლოგიაზე მუშაობა და რაღაც ხრიკები, ასე ვიტყოდი. კარგი, თუ ემთხვევა ასე თუ ისე გაშლა, ასევე შესაძლებელია ამ გაშლას უყურებდით ცეცხლის სტიქის წარმომადგენლები, ცეცხლები არიან ვერძები, ლომები და მშვილდოსნები. აი ესეთი ორი სტიქი, ასე ვიტყოდი, ჰაერი და ცეცხლის სტიქის ენერგეტიკა ჭარბობს უმეტესად. მოკლედ, თუ ემთხვევა ენერგეტიკა, მაშინ გავიგოთ, ვინ მოდის თქვენ ცხოვრებაში.
ვინ მოდის რომანტიულად, თორე ვინ მოდის შეიძლება ვიღაცა ნათესავი ჩამოგივიდეთ. ვინ მოდის თქვენ ცხოვრებაში, როგორი პიროვნება მოდის ორი სიტყვით დავხატოთ და რითი მოვა უახლოეს პერიოდში. მოდი უახლოესი 3-4 თვის ვადებში ვნახოთ ვინ მოდის თქვენ ცხოვრებაში. მოდის თუ არა საერთოდ ჯერ ასეთი პიროვნება. ერთი 3 თვე მოლოდინის რეჟიმში ხართ, გეტყვით 3-იან ჟეზლით, ცოტა ხანი დალოდება გიწევთ, იმიტომ რომ რთულია რაღაცნაირად ისეთ დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფებით, რომ ვიღაცაზე გაბრაზებული ხართ, ვიღაცას უჯინავებთ, ვიღაცასთან კონფლიქტი გაქვთ, ვიღაცასთან დიპლომატია არ გაჭრა, თქვენმა манипуляციურმა, ასე ვთქვათ, ტკბილმა მოუბარმა, საუბარმა და ჩაკეტილი ხართ ამ ადამიანთან ურთიერთობაში და პრინციპში მის მოსვლას ელოდებით, მაგრამ რთულ პერიოდში ხართ ახლა რაღაცნაირად რთული სატარებელი ტვირთი გაკისრიათ ამ მხრივ, რომ აი არ გახვიდეთ, არ ზის თქვენ ენერგიებში ეს, რომ აი დაყვავებამ არ გაჭრა და ამ ადამიანთან არ გაჭრა როგორც ჩანს და მოგიწევთ რაღაც კონფლიქტში ყოფნა, სადაც ტყუილის რეჟიმი იყო, მატყუარა ადამიანი იყო, რაღაცა ღალატს ჰქონდა ადგილი, ღალატი თუ არა რაღაცა მოგატყუათ, იქურდა, 7-იან ხმალი ეს არის, არა გულწრფელი, არა ნამდვილად ესეთი ადამიანი მატყუარა, ქურდია, მოღალატეა, მლიქნელია, რაღაცაში წაასწარეთ ამ ადამიანის სუდ ქმედებას და უკვე აღარც გქონდათ სურვილი, რომ ტკბილად გესაუბრათ მასთან, ასე ვთქვათ და ჩაიკეტეთ. ძალიან კონფლიქტურ სიტუაციაში ხართ და პრინციპში როგორც მინიმუმ 3 კვირა და 3 თვე ზოგიერთისთვის მოლოდინის რეჟიმში იქნებით, რომ აი გამოვა ეს ადამიანი კონტაქტზე თუ არა, რომ რაღაცნაირად შერიგების მომენტი განვიხილო, მაგრამ თუ მაინდა-მაინც მაგ ადამიანზე გაინტერესებთ და ვინმე ელოდებით, ბედის ბორბალით ამოდის, რომ ეს ადამიანი მეფე ჟეზლის ამოდის, შეიძლება ცეცხლის სტიქიას წარმოადგენდეს, ან ძალიან ბევრს მუშაობდეს, გადაადგილებებში იყოს, ძალიან მოусვენარი, ცეცხლოვანი, შარმიანი და ტემპერამენტიანი ადამიანი, ბედის ბორბალით მოვა ის პერიოდი რაღაცა ციკლურად გავა ის პერიოდი, რომ გაბუტვას მორჩება, ასე ვთქვათ და გამოვა კონტაქტზე, თუ მაინდა-მაინც მაგას ელოდებით, მაგრამ ერთ ენერგიებში ხართ პრინციპში, ჟეზლის მეფე, ჟეზლის დედოფალი, აი ძალიან შერწყმადი და შერწყმული ურთიერთობა გქონდათ, ესეთი უფრო სწორი ნათქვამი იქნება ალბათ, ენერგიულად, ტემპერამენტიანი, უფრო მიზიდულობა ძალიან გქონდათ ერთმანეთის მიმართ და კარგად ეწყობოდით. პირველ რიგში ცეცხლოვანი როგორც ქალი მამაკაც ძალიან კარგი შეწყობადობა გქონდათ, ამას აჩვენებს ენერგეტიკულად კარტი და თქვენ ერთ სტიქიად გაჩვენებთ, ერთ ენერგიებში, ერთნაირი ფიქრებით, ერთნაირი ემოციებით რაღაცნაირად და მოლოდინის რეჟიმში გაჩვენებენ თქვენ, რომ აი ზოგი 3 კვირა, ზოგი შეიძლება 3 დღე იყოს, ბოლო 3 დღეც და მეტი აღარ დაუცდია ესეთი მომენტი, ზოგი შეიძლება 3 თვემდეც იყოს მოლოდინის რეჟიმში, ეს ადამიანი ბედის ბორბალით გამოჩნდება აუცილებლად თქვენთან. ისევ იგივე ცეცხლოვანი ენერგიით მოვა თუ გაინტერესებთ, მაგრამ დიდად იმედებს ამ ადამიანზე არ გირჩევდით რომ დაამყაროთ. კიდე ვინ მოვა, სხვა, ვინც გვაინტერესებს ახალი ვინ მოვა. 10-იან პენტაკლი მოდის, ოჯახური სტაბილურობის კარტია, ადამიანი მზე და პენტაკლის პრინცი, ძალიან მაგარი კარტები ამოდის, ძალიან მყარი ურთიერთობისთვის მოდის, ძალიან ნელი პიროვნება, მიწის სტიქიის პრინცი, ეს არის ადამიანი კურსნაბიჯებით მოსიარულე, მაგრამ ძალიან მყარად, ძალიან მიწიერი ტიპაჟია, ფინანსური მდგომარეობა მისთვის მნიშვნელოვანია, ძალიან მყარი და საყრდენი პიროვნება და სანდო, არ არის მოღალატე, ასე ვთქვათ. ადამიანი, რომელიც გაგინათებთ და გაგიმზეურებთ ყოველდღიურობას, დაგითბობთ ურთიერთობის სურვილს. მზად იქნება, რომ აი ესე საღამოობით დაჯდეთ და ჭადრაკიც ითამაშოთ ერთმანეთში, საღამოობით ყოველდღიურად. სტაბილური ურთიერთობის ძალიან კარგი შანსით მოდის ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში და იმპერატორიო, თქვენი მეუღლე მოდის, თქვენი ბედი მოდის, ასე გითხრათ პირდაპირ. თქვენზე ემოციური, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი პერიოდი მოგდით ცხოვრებაში, მიიღეთ. მეტი რა გითხრათ.